ფარული კამერა, სატელეფონო საუბრები, დამონტაჟებული, დაუმონტაჟებული, ფალსიფიცირებული, ქვეყანაში ტოტალური თვალთვალი მიმდინარეობს, ისმინება და იწერება ყველაფერი. დავიწყებთ ვიდეო მასალით, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის სახლშია ჩაწერილი. მონაწილეობენ მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, გიგი უგულავა, ეროსი კიწმარიშვილი, ვანო ჩხარტიშვილი და თავად ბადრი პატარკაციშვილი. ანუ ქვეყნის პირველი პირები და მედია მფლობელები. ვიდეო, სადაც კარგად ჩანს, როგორ ერეოდა საქართველოს ხელისუფლება ვარდების რევოლუციის შემდეგ ტელეკომპანიების მუშაობაში და როგორ ანაწილებს როლებს სუფრის თავში მჯდომარე მიხეილ სააკაშვილი. გარდაცვლილი ბიზნესმენის სახლში გაკეთებულმა ფარულმა ჩანაწერებმა 9 წლის წინ ქვეყნის პირველი ოფიციალური და არაოფიციალური პირების საიდუმლო გარიგებები შემოინახა. ერთ-ერთ ჩანაწერში სუფრასთან მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი, ეროსი კიწმარიშვილი და ვანო ჩხარტიშვილის ხედან. საუბრის თემა ტელევიზიებია. მე და ჟვანიას ხოდა პრობლემა ერთმანეთში რომ ახლა ესეთი არა როგორც სოფიო ხოდა სოჭერა ეხლა როცა გაიაცნებოდა პირველი მეორე და ისე და იგაგები თანამდებობა განაწილებული აბსოლუტურად ერთმანეთს ჩამოყრილი ეს რო ჩაფლოდეს მე ვარ დაგუბრული თვითონ ვეღარ აუხსნით და პირიქით ეს არის ეს ცოტა სხვა ურთიერთობები თუ მაგრამ მეგობრები ვარ და რაღაც მაგრამ ეს შორისაც კი შეიძლება ესეთი ურთიერთობები დამოუკიდებლად თუ არის რაღაცა ზაიმ ინტერესი და ურთიერთობის ისაფრთხო აი ეს არის ჩვენ ჩამოყალიბდა უბრალოდ ვთქვა რომ მოდი არიომა და მე ესე რაღაც სიუჟეტი გავიდეს ეგ იქნება ყველაფრის აფეთქებოდა და იქნება რა თქმა უნდა ნიშა აბსოლუტურად ხალხს უარია დერჩე ყველა პროცესი რომ მე რასაც იმის დამსველი იქნება პრეზიდენტი ქართული მედიის მისეული მოწყობის ვარიანტებზეც საუბრობს. ატუაშია მოლაპარაკებთ ხო? რუსთავის ჟურნალისტს არ გადაიბერეთ და პირიქით ეროში არ გადაიბერეთ ინდა რიპორტს რაც შეუძლებელია. არც არა პრობლემა, მაგრამ ბაზარი ეხლა ქვეყნისა ივანიშვილთან ერთად. ივანიშვილთან ეროსისთან არ ხონდა. როგორ ლაპარაკობთ ისინი? თავარი პრეზიდენტია თავად უკვე ყოველთვის ეს არა. თუ თუმახარ რა მაშინ მითხარ რომ იგადავები. ბაშკა იბირებდით ვიღაცებს. ახლა ბაზარია და კონკურენცია. მე თქვენ რომ სახაშიდა და იმიდან ვერ მოვიყვანდი ხალხს. თუ ვიღაცები წამოვიდნენ ჩემთან რომ უფრო მეტი ხელფასია. მაგას მე რა უნდა ვქო? აფასადოს ეკონომიკა მაშინ არ გუშინებია, მაშინ გადავიდეს რეჟიმს. სოციალურ ქსელში ანონიმის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოების მთავარი გმირი მაინც ბადრი პატარკაციშვილია, რომელიც ხელისუფლების მხრიდან შევიწროების გამო ვანო მერაბიშვილთან ჩივის. თავარი არის რომ მე ვიყოს სულტა რომ მე არ მეგრეცო. მე რასაც უგრძნო დღეს ხო? ნებისმიერი ჩემი გაფართურება, ნებისმიერ მხარეს რა. ხდება მილიარდ წინააღმდეგობას. მილიარდს. მილიონს კი არა და ერთს კი არა. მილიარდ წინააღმდეგობას ხდება. ყოველთვის მე სასწავლებ ჟვანიას ის თორე სულ არ ვაპირებ მე. სკოლების ბიზნესის გამიგებს. ესე იგი ხმას არ ვიღებ გაჩვენებული ვარ საერთოდ. შეიძლება მიშას აქვს ასეთი განწყობა და უნდა რომ ასე გააკეთოს. მაშინ არ არის პრობლემა. მეცოდინება მაინც რო ესია. იგივე რაც ვთქვი გიგის რომ თუ მომდეთ გადამაგდეთ იამადა ხო? მაშინ მიხარ რომ გადამაგდეთ რა და არ მიხდება მე უბრალოდ მინდა რომ იცოდე მეთქი რა. სულ ბოლო ვიდეოს პერსონაჟთა სიმცირის გარდა ისიც განასხვავებს, რომ აუდიენცია გაშლილ სუფრასთან არ მიმდინარეობს. ხელისუფლებისადმი გზავნილებს ბადრი პატარკაციშვილს გიგი უგულავა გადასცემს.